გამარჯობა. ცოტა ენერგიაზე რომ მოვიდეთ, პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ უკვე მეორედ ერთ სამიტის სცენაზე მომიწია დგომა და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და სიმართლე გითხრათ, ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მოკლედ, როდესაც ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ დღევანდელ სცენაზე უნდა ყოფილიყავი სპიკერი, და ვფიქრობდი, რა თემა მომემზადებინა და რა გამეკეთებინა და Instagram-ს სკროლავდი და შემთხვევით შემხვდა ჩემი წინა გამოსვლის ვიდეო. შემთხვევით თუ ძალით ეს საკითხავია და ჩემ წინა გამოსვლას რამდენი იყავით წინა 1-3-ზე ხელი რო ავწიოთ. საკმაოდ ბევრი. ჩემს წინა გამოსვლას ვამთავრებდი ამ სიტყვებით. ერთადერთი გზა და ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენ ინფლუენსერებს შევაყვაროთ პროდუქტი, ეს არის affiliate marketing. ოღონდ, ეხლა თლად ბოლომდე ინფლუენსერებზე არ ვილაპარაკებ და არც მხოლოდ და მხოლოდ affiliate marketing-ზე არ ვილაპარაკებ. თემის სათაური ალბათ ბევრმა უკვე წაიკითხეთ და იცით, winning hearts, not just clicks, the art of ethical affiliate marketing. და მოდი ახლა ვისაუბროთ ამ საკითხზე. ძირითადად შემთხვევაში, როცა ჩვენ ციფრულ მარკეტინგზე ვსაუბრობთ, ან affiliate marketing-ზე ვსაუბრობთ, რაღაცა სხვა მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ეთიკური affiliate marketing-ი სინამდვილეში ცოტა სხვანაირი ტიპია. ცოტა ან ძალიან. იმიტომ რომ ეთიკური affiliate marketing-ი თავის თავში მოიცავს მარკეტინგს, პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა ნდობას, რომელიც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ. აი ციფრულ მარკეტინგში ვინც ხართ, affiliate marketing-ში ვინც ხართ, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ დღე ოფისში რომ მიდიხართ, გესმით ერთი და იგივე სიტყვები, ხო? ტრეფიკი, როი, კონვერჟენი, კლიკი და აი ამ 4 კუთხედში ვტრიალებთ დილიდან საღამომდე, მათ შორის მეც, როცა არ ვმუშაობ affiliate-ის ნაწილზე, ძირითადად სულ ეს საკითხებია, ჩვენი უფროსების კითხვები, რა ხდება ტრეფიკი, როგორ გვაქვს როი, ესე შემდეგ. ეს ყოველთვის გვახსოვს, რატომღაც და სამწუხაროდ. მაგრამ რატო გვავიწყდება ადამიანური კავშირები, ამას ვერ ხვდები, რომელიც ეთიკური affiliate marketing-ის ნომერ პირველი ნაწილი. ჩვენ არ ვფიქრობთ რატომღაც ადამიანების გულის მოგებაზე, ნდობის ჩამოყალიბებაზე და რაც მთავარია, ეს ყველაფერი აყალიბებს საბოლოო ჯამში უკვე გრძელვადიანი ღირებულებების შექმნას. Winning hearts, not just clicks. ეს ესე პირდაპირ გადავთარგმნოთ ქართულად შეიძლება რაღაცა ისეთი ძალიან სწორი რაღაცა არ მოგცეს, მაგრამ შევეცდები რომ გითხრათ ამ ნაწილზე რაზე ვსაუბრობ. სად ვწდებით? როცა affiliation სისტემას ვიწყებთ, ან ცოტა affiliate-საც გადაუხვიოთ იქით, მარკეტინგის ნაწილში, პირველი უაზრო სათაურები, პოპულარიზაციის ოვერდოზი და გამჭვირვალეობის არარსებობა. უაზრო სათაურები რას ნიშნავს? ეხლა თუნდაც მაგალითად affiliation სისტემაში. ეს პროდუქტი გასულ თვეში ჩინეთში 70,000 გაიყიდა. და რა? ჩინეთში გაიყიდა, ანუ ჭირდება ჩემს ქვეყანაში, აქ ან გერმანიაში, ან ამერიკაში? ანუ ვცდილობთ რომ დავაგდოთ რაღაცა უაზრო სათაური, რომ აი ეს ხალხს მოეწონება და ამით გაგიჟდება, რომ აუ იქ რაღაცა გაიყიდა. პოპულარიზაციის ოვერდოზი. როდესაც შენ თვითონ არ გჯერა. ანუ აკეთებ ისეთი პროდუქტის პოპულარობას, რომელიც შენ თვითონ არ გჯერა. ანუ არ შეხები ხარ იდეაში პროდუქტს, რაღაცა იცი საიდანღაც და ამ პროდუქტს უწევ პოპულარობას. და გამჭვირვალეობის არარსებობა. ოღონდ გამჭვირვალეობის არარსებობაში დაბლა მიწერია ტემუ. და ამაზე ცოტა ხანში დაგელაპარაკებით. და შენ ამით ვცდილობ, რომ მილიონ კომპანიაში, მილიონ ვარიანტში იყო პირველი. აი ამ უაზრო მცდელობით. ნდობა არის affiliate-ის ყველაზე ღირებული ვალუტა, კარგავ ნდობას და კარგავ ყველაფერს. ეხლა რო გადავიდეთ, რა არის არტი ეთიკურ affiliate marketing-ში, თქვენთვისაც რომ მარტივი ყოფილიყო მერე დამახსოვრება და ჩემთვისაც რომ რაღაცა key point-ები ჩამესვა, გამოვყავი 5 ძირითადი პრინციპი, რომელსაც დავარქვი ჩემთვის ძალიან საყვარელი მხატვრების სახელები. პირველი არის დავინჩი და დახატე ის, რისით შენ თვითონ გჯერა. affiliate-ები პროდუქტს, მარკეტინგს როცა უწევენ, იწყებენ ესე, მე ვფიქრობ რომ ჩემი აზრით, ანუ რა შენი აზრით? შენ უნდა მითხრა რომ მე დავტესტე, ვნახე, ავიღე, მაქვს, მოვიხმარე, რა ვიცი, რაღაცა გავაკეთე
და აი აქედან გამომდინარე გთავაზობ ამ პროდუქტს. მე ვფიქრობ მე ბევრ ამას ვფიქრობ და ყველა რაღაცას ვფიქრობ, რომ რაღაცა პროდუქტი ძალიან მაგარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველას გამოადგება. მე ვფიქრობ, შეიძლება იყოს, როცა იდეაზე ვმუშაობთ, ხო? რაღაცა მარკეტინგის თემი ვზივართ, მუშაობთ იდეაზე და ჩემი აზრით ეს რაღაცა კარგი იქნება, რომელიც გაიტესტება და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ კარგია. მიქელანჯელო გამჭვირვალეობა აშენებს ნდობას, ხო? ანუ თუ ჩვენ არ ვიქნებით გამჭვირვალეები ჩვენს მომხმარებლებთან და აი აქ მოდის უკვე აი ეს ტემუს მაგალითი, რომელიც მეწერა. ტემუ რო შემოვიდა საქართველოში, ხო ყველას გვახსოვს ეგ პერიოდი და კიდე ეგეთი რამდენიმე კომპანია და რა ხდება? ხდება ესეთი ვიდეოები. დარეგისტრირდი აი ამ ტრეკინგ ლინკით და შენ მიიღებ საჩუქარს. შენ ვინც პიარს უწევ? არ იღებ საჩუქარს? იღებ ფულს, მაგრამ ატყუებ მომხმარებელს. ატყუებ, იმიტომ რომ მე მარტო შენთვის ვზრუნავ. გამჭვირვალეობა ნიშნავს, რომ შენ რა უნდა უთხრა. რომ შენ მიიღებ რაღაცა X საჩუქარს და შესაბამისად აქედან გამომდინარე მეც მივიღებ. იმიტომ რომ შეგხვდება ვიღაცა ჭკვიანი, რომელმაც იცის რეალურად რა არის ეს რეფერალ სისტემა და მე თავისას გააკეთებს და ზურგს უკან გავა და გაგლანძღავს, რომ აი ეს ტიპი რავი რაღაც ძალიან ისე ლაპარაკობს. ვან გოგი, ღირებულება პირველი, შემოსავალი მეორე. პროდუქტის ღირებულების შექმნა, ან რაღაც სოფტის ღირებულების შექმნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ იქამდე სანამ ჩვენ დავიწყებთ ფინანსებზე საუბარს, რომ აი ამით მე ბევრი შემოსავალი მივიღო, მანამდე უნდა ვეცადო, რომ ამ პროდუქტს შეუქმნა გარკვეული ტიპის ღირებულება მომხმარებელთან, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მით უმეტეს ეს პატარა ქვეყნების რაღაც სინდრომი არ მინდა დავარქვა, მაგრამ ჩვენთვის ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აი მაგათ ჩვენ სამშობლო ოჯახი რაღაცა ბევრად უფრო მაღალ ლეველზე გვყავს აყვანილი, ვიდრე რაღაცა ევროპულ ქვეყნებს. შესაბამისად ჯერ ვქნით ღირებულებას ამ პროდუქტის შესახებ და მერე ვფიქრობთ უკვე შემოსავალზე. დალი, ფოკუსირდი მომავალზე. აი აქ ძალიან ისეთი ამბავია, რომ პროდუქტს როცა ვირჩევთ, ან affiliation სისტემაში როცა გადავდივართ და მით უმეტეს ეთიკურ affiliation სისტემაში როცა გადავდივართ, პრობლემა იკვეთება რაში? რომ ჩვენ მომხმარებლებს არ ვუქმნით იმის ფიქრს, რომ ის ხვალ და ზეგ თუ ჩემთან შემოვა, ისევ კარგი პროდუქტი დახვდება, ხო? ანუ ვეწევით რაღაცის პიარს 1, 2 და დამთავრდა. всё, შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე, რომ ყოველთვის აი ერთხელ იყიდა, ხო, ჩემგან მეორედ იყიდა, ის რომ რამდენიმე დღის მერე მე დამიბრუნდება, აუცილებლად დავახვედრებ ისეთ პროდუქტს, რომელიც მას გაეხარდება. და პიკასო, იცოდე შენი აუდიტორია. ეს საერთოდ აი ჩვენს ქვეყანაში აი რავი, სად რა არის ვერ ვიგებ რეალურად, იმიტომ რომ არ ვართ იდეაში დიდი ქვეყანა რა. წინა წელსაც ეგ თქვი, რომ აი საქართველოში თქო მაგალითად გამომწერების მაქსიმუმს რომ მიაღწიო ნებისმიერ პლატფორმაზე, ეს არის 350,000 ადამიანი. ამის იქით შენ ღირებული გამომწერი ვეღარ გეყოლება. გამორიცხულია, იხურება ფიზიკურად საქართველოს ბაზარი, შესაბამისად გთავაზობენ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც რეალურად საერთოდ არ გვჭირდება. ეს affiliate marketing-შიც ესია და ისეც ესია. ეხლა არ მინდა ძალიან ცუდად გამომივიდეს, მაგრამ აი ძირითადად შემთხვევაში Facebook-ს რო სკროლავ ხოლმე, დარეგისტრირდი social media-ის კურსზე 37 ლარად და მე გასწავლი რაღაცას. 10 წელია მაგას ვაკეთებ, ხო? ანუ არ იციან აუდიტორია რა, ეს რეკლამა რაღაც შედოუზე გაუშვა, ოკეი, კიდე მესმის რა, მაგრამ რაღაც ცოტა not okay-ია. ამიტომ პირველ რიგში ვსწავლობ ჩვენს აუდიტორიას, მარტივი Q&A-ით ან რაღაცით ვკითხოთ, ხო? რა აინტერესებთ, რა უნდა და საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანოთ, მათემატიკა უძროურად მალე გადის. მარტივი მათემატიკაა, ხო? ისეთი არაფერი არ არის. ნაბიჯები ეთიკური პრაქტიკისთვის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, ესეც ეთიკურ affiliate marketing-შიც და ისეც გონივრულად უნდა ავირჩიოთ პარტნიორები. გონივრულად პარტნიორების არჩევაში ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ტიპი ჯიგარია და ჩემი ძმა არის და რაღაცა SMS რო წერ მალევე მწერს. უნდა ვიცოდე, რომ მე თუ დამჭირდება იმის დახმარება, უნდა დამეხმაროს. მე უნდა ვიცოდე, რომ ეს პროდუქტი თუ ბევრი გამეყიდა და კარგია, მე რო ვთხოვ, რომ კიდევ უფრო მეტი მჭირდება,
ის ამ ყველაფერში გვერდში დამიდგება. ხარისხი რაოდენობაზე მეტი. გირჩევნიათ გაყიდოთ affiliate-ით 100 პროდუქტი და ეს იყოს ხარისხიანი პროდუქტი, ვიდრე გაყიდოთ 1000 ერთეული. იმიტომ რომ ის 100 დამიჯერეთ, რომ იმ 1000-ზე ბევრად უფრო მეც მოგიტანთ. მაგრამ ესეც ჩვენი ერისის არის, ჩვენ ხო მარტივი ფული გვინდა, უცებ გვინდა ყველაფერი რო გქონდეს. მეტი მტკიცებულება ნაკლები ვარაუდი. ეს ისევ იქ დაუბრუნდები, აი რომ ეზიზღება ძალიან ჩემი აზრით. არ ვიცი, ჩემი აზრით, მოგეთ affiliate marketing-ში არ ვხმარობთ. არც ისეთ ჩვეულებრივ affiliate marketing-ში არ ვხმარობთ და მით უმეტეს არც ეთიკურ marketing-ში, affiliate marketing-ში არ ვხმარობთ. ვამბობთ რას, მტკიცებულებას. ნახე, არის ეს რაღაცა გელი, ლოსიონი, ტესტავ და ვეუბნები. აი ესე. აკონტროლეთ ჩართულობა. ძირითად შემთხვევაში ეთიკურ affiliate marketing-ში არ ჯდება, როდესაც ჩვენ არ ვითხოვთ კომენტარებს. ძირითად შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ თუნდაც აი ის გული რაც დაგვიწერა, გავარკვიოთ თუ ვინ დაგვიწერა და რატო დაგვიწერა. განა ის რომ რაღაცა საქართველოში ხო პოპულარულია ბებიების კომენტარები, ბებიები რო გვიკომენტარებენ ხოლმე და მე ბლოკაუტ რო აღარ ნახონ, უნდა ვიცოდეთ რომ ეს ბებია, ახლობელია თუ ის ადამიანია, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიყენა, ხო? ამით ჩვენ მიხვდებით თუნდაც იმ ადამიანს, როგორი ფსიქოტიპი აქვს და შესაბამის გათვლას გააკეთებ. და მოითხოვეთ გამოხმაურება. ოკეი, ეს მესმის რომ ცოტა რთული ნაწილია, მოვითხოვოთ გამოხმაურება, ესე მიდი ბიჭო, ვიდეო გადაიღიან, მიდი რაღაცა დადე რთულია, მაგრამ რისთვის ვართ მარკეტერები, თუ ვერ მოვიფიქრეთ ისეთი პატარა key point-ი, რითიც ბიძგს მივცემთ ჩვენს მომხმარებელს, რომ რაღაცა გამოხმაურება გააკეთოს. ხო, თუნდაც აი UGC კონტენტი, რაზეც მგონი ისაუბრეს უკვე და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ რაღაცა ჩართულობა გამოიწვიონ. რა ხდება ბოლოს? ესე იგი, აუდიტორიისთვის აუდიტორია იღებს ნამდვილ და ღირებულ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ გავცემთ. ჩვენთვის ვაყალიბებთ ნდობას და ვხდებით ავტორიტეტები, რაც ყველას ძალიან მოგწონს, როცა ავტორიტეტი ვართ რაღაც საკითხში, მოდი შევთანხმდეთ და კომპანიისთვის იძენენ მომხმარებლებს, რომლებიც შეესაბამებიან ბრენდის ღირებულებებს, რაზეც მათ მომავალში შეუძლიათ რომ ისაუბრონ. საბოლოო ჯამში ეთიკური affiliate marketing-ი არ არის მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგია. ეს არის ვალდებულება, ბევრად უკეთესი და სანდო ონლაინ სამყაროს შესაქმნელად, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. ადამიანებს შეუძლიათ სდიონ კლიკებს, ადამიანურობას კი შეუძლია მიწვდეს მომხმარებლის გულებს. რა სათაურითაც თავიდან დავიწყე. საბოლოო ჯამში, სანამ ეხა დავამთავრებ, ამის შემდეგ სლაიდზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ალბათ 1 საათი ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თუ არა, რაც შემდეგ სლაიდზე მიწერია. მაგრამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე, რომ მეთქვა საბოლოო სლაიდზე, რაც მიწერია. თუ ხართ აქ ის კომპანიის დამფუძნებლები და მეპატრონები, ვინც აი აქ თქვენ თავს ამოიცნობთ, ჩაიწერეთ, დააყენეთ მაღვიძარაზე და ყოველ დილით მაღვიძარამ ამ სიტყვებით უნდა გაგაღვიცოთ. ეცადეთ გიყვარდეთ ჯერ პროდუქტი და მერე ამ პროდუქტისგან მიღებული ფული. ასე უფრო დააფასებთ ამ პროდუქტის შემქმნელ ხალხს, რომლებიც თქვენი ჯიბისთვის მთელი დღე შრომობენ და უნდა ვისწავლოთ, რომ ერთმა ადამიანმა არ უნდა შეასრულოს 5 ადამიანის საქმე. მომავალ შეხვედრამდე.